სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პროცესები გამთენის ხანს განვითარდა. საბედნიეროდ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია და მოსახლეობამ დროულად მოასწრო სახლების დატოვება. სტიქიის შედეგად ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მინიმუმ 8 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. უახლესი ინფორმაციით ევაკუირებულია 45 ოჯახი. დაზარალებულთა ნაწილი დროებით სასტუმროებში ან სხვა უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ. მე მინდა ეს ამბავი, რომ დავბრუნდეთ ჩვენ სახლში ძალიან ძიმია, მაგრამ ახლა რასიზამ თავზებით ძალა არ არის. და ახლა რამდენი ხანი გაგვეჩერებენ არ ვიცით. ვერ გეტყვით და ისე თუ თქვეს რომ არ შეიძლება ცხოვრებო, საწავიდეთ არ ვიცი. მე ახლა მეორე სახლს ვეღარ ავაშენებ. მე ავაშენებ ახლა 4 ფიცარს. ან ჩამაჯერენ და ან ჩავიდები თვითონ შიგნით. მეც ვერაფერს ვერ გავაკეთებ მეაც. ღამე მოვიდა მეზობელი და არ იქა, ეკცევა ქვეყანაო და გამოვედით გარეთ და უკვე მასას დაწყებული ქონდა დაძვრა. გოჩა ალფაიძის გზამიდის სახლისკენ ზევით იქ და უკვე ბეტონის ზაგვიგია და უკვე აღრელი იყო გზები და გოჩა ალფაიძე ჩამოვიდა უკვე და იმის სახლი მთლიანად დაგრეულია, გასწორებულია. მიწასთან და ჩვენი სახლი ახლა როგორც მეუნებიან რკინიგზაზე იყვნენ ბიჭები გასულები მეორე მხარეს გამოკურსებს უძახე იმას ჯერ დგას და რამდგომორობაა შიგნი არ ვიცით. 5 ნახევარზე დავიდეკა მეზობელმა. თო იქცევა ქვეყანა გამოდით გარეთო და თო გამოვედით გარეთ. ბიჭო ღამეში რაზეინახავ, მაგრამ ხმაუდი ხო, ეს ხლიცით მოდის ზევიდან ყველაფერი თუ დაბემოდის. მე და გამოვედი, ჩამევიდა ის ახლა მეზობელი ჩემთან მეუღლე თვალისაკი მიყავს და თვითონ ჩამევიდა რაღაცა რაცხა წყალი დამანდევიო, წყალის რაღაც დავადევიებდი. ბასეინები წამოუღია სულ იმას მიწას. იყო აღარ იყო ის და მე იმაშენ დასაქვია ერთი მითხრა რომ საქონელი გამოუშვით უხავსო და გევიქეცი უცებ გოუშვი საქონელი ესე ვის გამევიყვანე ჭიშკარს ვის გამედია გადმოახტენ ზეთი თვითონაც ვყავოდე მოგლეთ სასწაულად ალბათ გზომეს ახლები იგენი ის ერთ შარვალი გამევიტანე მოასწარე უცებ რომ გამომეტანა შარვალი და გახსნილი ასე ხელი ჩაგივა მიწა აქეთაც იქითაც სახლის გარშემო და მოსახლეობას უჭირს მეწყერის შესაძლო მიზეზებზე საუბარი. ისინი ვერ გამოყოფენ ვერანაირ წინაპირობას, რასაც შეძლო მსგავსი მასშტაბის სტიქიური კატასტროფა გამოეწვია. როგორც მეგატივთან ნინო გეგელაშვილი ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახის ახლობელი განმარტავს, სახლში ბზარები 10 დღით ადრე შენიშნეს, თუმცა საქმეზე მუკვლევის დაწყება პროცედურულმა წარმოებამ გაართულა. ნახეთ 10 დღის წინ დაახლოებით ჩვენი სახლი, აი ცენტრალური გზიდან დაახლოებით კილომეტრშია სიმაღლეზე, დაახლოებით 900 მეტრი სიმაღლეში რო ავიდეს. აი საერთოდ დაიძრახა ის მიწა, ფაქტიურად ჩვენ სახლს მისცა პირველი ნიშანი. დაიბზარა კედლები, სახლის კედლები. შესაბამისად 10 დღის წინ შენიშნეთ პირველი. კი, 10 დღის წინ შენიშნეთ პირველი ნიშნები ჩვენ სახლზე ვიძახით, თუმცა გარშემო აი სამეზობლოში იქ ნათესავის სახლია ქვემოთ, ჩვენს გვერდზე კიდე სადაც ამ წუთას არ ცხოვრობდნენ, მაგრამ ისე სახლი გუშინ იმ დღეებში აკეთებთ, ისე ცხოვრებით არიან კი იქ. უბრალოდ იქ არაფერი არ იყო ამის შესახებ. და მე რადგანაც ეს ბზარები ძალიან თვალშისაცემი იყო, ეს მცირეწლოვანი ბავშვები გამოვიყვანეთ, ახლა ქუთაისში წამოვიყვანეთ. დარჩა დედა და მამა და დედა საოპერაციო იყო, ახლა კლინიკაში ყავს მოთავსებული და ამა კიდე გადმოყვანა უფრო დავაჩქარეთ, იმიტომ რომ უნდა დაგვეწვიდა კლინიკაში, ახლა დღეს გაიკეთა ოპერაცია. მამა იქ იყო. და დაახლოებით დღეს 4-5 საათისკენ იყო სასწაული, ან მეზობლი გვერდზე მდგომი სახლი მთლიანად დაინგრა. უბრალოდ გადარჩენ იქ არ იყო არავინ. და სასწაული მოძრაობა დაიწყო მიწან, აი ეს არის 1000 წლოვანი სოფელი, აი რა მოხდა არ შეიძლება ამას ლაპარაკი რა ამას პროფესიონალები იყვნენ ალბათ. რის გამო მოხდა ამ ხელა მიწის მასების დაძვრა უბრალოდ წარმოუდგენელია. ფაქტიურად ჩვენი ეზო, რომელიც დაახლოებით 7000 კვადრატული მეტრია, მთელი ეზოა დაბზარული. და ხეთქები უზარმაზარი. ეს რაც ახლა უბრალოდ თვალით ვნახე. მე ხა იმის მერე რაც ეს გახმაურდა, უკვე აღარ გვიშვებენ იქ. ასლა სამანქანო გზა აღარ არის, ფეხითაც ვეღარ გადაადგილდები, ნუ არაფერი აღარ არის ფაქტიურად.
ანუ თქვენ ახსენეთ რომ 10 დღის წინ შენიშნეთ ეს ხო არ მიგიმართავს თქვათ მერიისთვის ხო არ გიწევთ გამგეობაში მივმართეთ უბრალოდ ნახეთ რა ფორმალობა იყო განცხადება ტყიბულში რომ წაგვეღო რომ სახლს დიდი ბზარები აქვს თქო მამას არ ქონდა ჩაწერა ხვდებით ანუ იურიდიულად ცხოვრობდნენ თუ როგორ არის ფიზიკურად ცხოვრობდნენ და იურიდიულ მისამართად არ ფიქსირებოდა და მამას სახელზე არის ეს საცხოვრისი თუმცა თვითონ არ იყო ჩაწერილი და გავაკეთეთ ეს ჩაწერა მამამ გააკეთა კი და ამის გამო ის ამდენიმე დღე ამას ვერავინ ვერ იფიქსირდა რომ ეს 60 დღეში ამდენა ხელა რაღაცებს გამოიწვევდა იმიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ მარტო ჩვენს ტერიტორიაზე ხდება თქო იმიტომ ჩვენ ცხოვრობთ ტყესთან ახლოს ცხოვრობთ და ვფიქრობთ რომ რაღაცა ალბათ ესაა მეწყრული ზონა და ასე ამას მოვიაზრებდით მხოლოდ ძმას იქ მეურნეობა ქონდა ქათმის ფერმა ქონდა რომელიც კაპიტალურად აშენებული იყო ფრინველები ყველაფერი არც უფიქრია რომ დაეცალა იმიტომ რომ ვერც იფიქრებდა ასეთ რამეს და როავიდა დღეს აბსოლუტურად ჩამარხულია ეს ყველაფერი თავის ფრინველებით ცხოველებით და ყველაფერი ადამიანების სიცოცხლე იმიტომ არ შეიწირა ესე ვფიქრობ მადლობა უფალსო ნელ-ნელა დაიძრა ეს ყველაფერი ანუ ვებით პროცესი დღესაც ალბათ დილასაც დაიწყო ისიც მაინც ნელა წავიდა და რაღაცნაირად ერთმანეთს გააგებინეს ამის შესახებ მეწყრული ზონა ჩვენ რასაც მოვიაზრებდით და ტყის პირას ვიყავით და ღელე ჩაედინება იმას მოვიაზრებდით მეწყერმა საერთოდ მიმართულება იყო გადაჭრა სოფელი შუაზე დიაგონალზე გაჭრა სოფელი აი თავიდან საუბარი იყო რომ ვთქვათ 5 სახლია დანგრეული და კი 5 სახლი კი დანგრეული 5 მაგრამ მე ვფიქრობ ეგ საცხოვრისად ყველა უარგისი იქნება იმიტომ რომ აი არავინ იქ დინამიური პროცესი ნიშნავს იმას რომ მეწყერი მოქმედებაში ახლაც ამას ხობდეთ პროფესიონალები ისაუბრებენ სამანქანო გზა ანუ არაფერი აღარ არის ზარალის ახლა ეს როგორ მოხდება პროცედურა ალბათ ანუ საიდან დაიწყება აღწერა ასე შემდეგ ეს ახლა სამწუხაროდ არ ვიცი იმედია რაღაცნაირად ამ ადამიანებს მიეხედავ, იმიტომ რომ ის ადგილები მე ვფიქრ, ჩემი პირადი აზრით საცხოვრებლად საერთოდ აღარ ივარგეს არავისთვის. ადამიანებს ახლა ჩვენთვის ის მილიონი ღირს და სიტყვაზე მილიონად არავის შეაფასებს, მაგრამ მე რომ სიტყვაზე მოხუცი მშობლები მყავს იქ და ცხოვრობდნენ, ხო, ანუ ახლა ასეთ ასაკში რაღაცის თავიდან დაწყება არ არის მარტივი მოგეხსენებათ და რა ვიცი, აბა უზარმაზარი მიწის მასა არის მოწყვეტილი და ეს მიწის მასა მოძრაობს ყოველ წუთიერად, ასე ვთქვათ რა. ეხლა დილით რა კადრებიც გაავრცელეთ ტელეკომპანიებმა, რომ რამოდენიმე სახლი იყო დანგრეული, კიდე რამოდენიმე სახლი დაინგრა, მათ შორის ჩემ მეზობლად რა, უშუალოდ ბეროძეების უბანში ვცხოვრობ მე. ანუ გზასთან ახლოს, ცენტრალურ გზასთან ახლოს. ეს ისა რა ქვია მიწის მასა არის დაძრული გოგოლაშვილების უბნიდან 1 კილომეტრი ნახევარი მაინც იქნება ჩემი სახლიდან უშუალოდ ეპიცენტრამდე ესე აი პირდაპირ რო ავიღოთ რა ორიენტირი ძალიან დიდი მასა არის მოწყვეტილი რა ხო და მოკლედ საფრთხის ქვეშ არის სასაფლაოს ტერიტორია ჩვენი უბნის ანუ გვარების ბეროძეების ალფაიძეების გოგოლაშვილების იქაც მიწა არის გახეთქილი და შეიძლება მოხდეს ესეთი უბედურება რომ ეს სასაფლაოც დაიძრას და წამოიღოს რამოდენიმე სახლი ჩემი მეგობრების მათ შორის და ნაცნობების არის დანგრეული უკვე ჩვენთან უშუალოდ ჩვენთან უბანში გადაკეტილია რა თავიდან ბოლომდე ისა რა ქვია ვერ შედის მაცხოვრებლები იმიტომ რომ სახიფათოა რა იქ შესვლა უკვე ისეთი ის არის სიტუაცია რომ ყოველ წუთს შეიძლება რაღაცა ისეთი უბედურება მოხდეს მაგრამ ყველაზე პრობლემური ჩემი აზრით რა არის რომ ცენტრალური გზაც უკვე გახეთქილი არის დაბლა აი რო წარმოიდგინოთ ეს ეპიცენტრიდან გზა არის საკმაოდ დიდი მანძილია ერთმანეთში რა ანუ დიდ მასაზე არის საუბარი რა ამის შეკავება ესე ხელოვნურად არის გამორიცხული რა არ არსებული არის რომ რაიმე მეთოდით ვინმე შეაკავოს ეს მასა რაც დაიძრა და რაც წამოვიდა ნუ სადამდედაც წამოვა და გაჩერდება თავისთვის ეგ არის მაგრამ ნუ ფაქტიურად უკვე ისე გამოვიდა რომ ჩვენი გვარი რომელიც მაგ ადგილას ცხოვრობდა არ ვიცი საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ალბათ მე-5 ან მე-6 თაობა ვიქნებით ვინც მაგ უბანში დავიბადეთ სოფელში გავიზარდეთ და განათლებაც მანდ მივიღეთ ფაქტიურად ყველანაირი კავშირი უკვე ისე გამოვიდა ამ სტიქიიდან გამომდინარე რომ წაიშალა რა და წაიშლება იმიტომ რომ იქ ცხოვრება უკვე
არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და შეუძლებელიც, იმიტომ რომ დაინგრა სახლები, ჩემი სახლიც ეხა წეღან იყო ჩემი ძმა ასული სამაშველოსთან ერთად, ჩემი მეზობლის სახლი 20-30 ჩაინგრა საერთოდ და ჩვენთანაც უკვე სახლის გვერდით რა დაახლოებით 15 მეტრში ეროზია გაიკეთა ნიადაგმა და საათების ამბავი არის რა ალბათ რომ ჩვენი სახლიც დიდი ალბათობით დაინგრევა რა და რა ვიცი ალბათ დასრულდება თან ჩვენი ურთიერთობა სოფელ კურსებთან და ისტორიას არ ახსოვს ჩემი აზრით ალბათ იმერეთსაც არ ახსოვს იმ ხელა მასშტაბზე არის საუბარი რა წარმოდგენით რომ წარმოიდგინოთ აი ფაქტიურად 3 გვარი ამ სოფელში აზრი აღარ აქვს რა იმ ადგილას ვერავინ ვეღარ დასახლდება ალბათ ვერასდროს რა მთელი სამსახურები არის მობილიზებული სამაშველოც გეოლოგიურიც სამხარეოც მოკლედ რა ვინც შეიძლება რომ ამ დროს გამოძახებული იქნას უშუალოდ ეპიცენტრის ადგილას ყველანი იქ არიან სხვათა შორის ერთი მინდა აღვნიშნო რომ ძალიან ისე ყურადღებას აქცევენ მოსახლეობას რა რომ უკვე სასტუმროებში გადახიზნეს ჯერ იყო და დილით გაიყვანეს სკოლის ტერიტორიაზე ასე ვთქვათ უსაფრთხო ადგილი მოინახა და სკოლის ტერიტორიაზე განათავსეს და უკვე გადაყვანილები არიან იმაზე რა ქვია სასტუმროებში არიან გადანაწილებულები რა თვითონ ანუ ჩვენ უბანში არ გვიშვებენ უსაფრთხო არ არის რა ეხა იქ შესვლა სიმართლე გითხრათ და მაგიტო ვერაფრის გამოტანა ვერ შეძლეს სახლიდან ანუ აქ არ არის საუბარი რაღაც ელემენტარულ პირადი ჰიგიენის ნივთებზე ტანსაცმელზე არის და რაღაც საბუთებზე რაც ოჯახში ინახებოდა რა ანუ ახლა ავეჯზე და ესეთ რაღაცაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი არც განიხილება აი ვერაფრის გამოტანა ვერ შევძელით ისე არიან გამოსულები და ესა რა ქვია მოკლედ არ ვიცი ველოდებით რა რომ ალბათ დაინგრევა და ნუ როცა შესაძლებელი იქნება იქნებ მე ნანგრევებიდან რაღაცა ამოვიტანოთ რა სიმართლე გითხრათ ერთს ვიტყვი კიდე რომ აქ რაღაცა იქ Facebook-ზე ვრცელდება თითქოს რაღაცა ხეების გაჭრა რა არაფერი მსგავსი ჩვენთან სოფელში არ ყოფილა ეს ხელოვნური ჩარევით წარმოქმნილი პროცესი არანაირად არ არის აი ამას ვიტყვი იმიტომ რომ იქ არაფერი არ ხდებოდა საერთოდ არც ბურღვა არც აფეთქება არც ხეების ჭრა და მსგავსი რაღაცები ეს არის წინა წყლის ბუნებრივი პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში ალბათ რაღაცა მოხდა იქ გრუნტის წყლებმა და ასუსტა რა ეს ნიადაგი და ნუ ხელა მასა არის წამოსული, რომ ვერ აგიხსნით, ვერ აგიღწევთ რა, აი რაღაცა ფილმში მგონია ჩემი თავი, ხა რაღაც კადრებს როცა მიგზავნიან და მაჩვენებენ რა. არანაირი რომ აი ასეთი მსგავსი მასშტაბის რაღაცა შეიძლება მომხდარიყო, საერთოდ არანაირი წინაპირობა, პრეისტორია ამ ყველაფერს არ ქონია. ეხა მე რასაც ვაკვირდებოდი, უბრალოდ ნუ რაღაცა ადგილ შეინიშნებოდა ეროზიის კვალი ნიადაგზე, რომელიც მახსოვს რომ ჩემ ბავშვობაშიც იყო რა პირობითად, მაგრამ ნუ იყო რაღაცა მცირე ისეთი რა ქვია პრობლემური მონაკვეთები, რომელიც ეხა მე მანდ დავადებული და გაზრდილი ვარ, ჩემ ბავშვობაშიც არსებობდა, მაგრამ თუ ამ ხელა მასშტაბზე იქნებოდა საუბარი, ამის მომასწავებელი უბრალოდ აი არაფერი ისეთი არ ყოფილა რა, რომ აი შეიძლებოდა ამ ხელა მიწის მასა მოწყვეტილიყო და წამოსულიყო რა. შვართ რა ყველანი რომ ვერც ვიაზრებთ რა ხდება საერთოდ, აი გულწრფელად გეტყვით რა, ეხა ამდენი მან დავიბადე, მან გავიზარდე, საშუალო მან დავამთავრე. მამა ახალი გარდაცვლილი მყავს რა, 40 ახალი გასულია და სასაფლაო სადაც დაუკრძალეთ, იქაც პრობლემური ადგილებია და არ ვიცი საერთოდ რა იქნება რა, მოწყდება ის მიწა, არ მოწყდება, შევძლებთ რომ ამოვასვენოთ, სადმე სხვაგან გადავასვენოთ, თუ აი რაირად განვითარდება მოვლენები, ჯერ კიდე რაღაცნაირად ესე კითხვის ნიშნის ქვეშ არის ყველაფერი რა. იქაც ძალიან ისე არის უკვე მიწა გახეთქილი და გაბზარული, რომ არ არის გამორიცხული, რომ ის სასაფლაოს ნაწილი საერთოდ ჩამოიშალოს რა და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ რა მოსახლეობა და მოვასწრებთ იმას, რომ ნუ არ ვიცი, ხა ან სხვაგან გადავასვენოთ ჩვენი მიცვალებულები რა. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში აი ხო გეუბნებით იქ მისვლა და ასვლა და რაღაცა არ არის უსაფრთხო რა, მართლა არ არის და საერთოდ ისე არის დაგლეჯილი არის ყველაფერი რა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით მეხანძრე მაშველები და შესაბამისი ტექნიკა აქტიურ რეჟიმში მუშაობენ. პარალელურად მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი სამსახურების მითითებებს.
შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი მოწამეთა ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით. შეიქმნა საგანგებო შტაბი, ყველა უწყება ჩართული არის პროცესებში. ასევე გადაიკეტა ქუთაისის და ქუთაისის ტყიბულის დამაკავშირებელი გზა და ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის აკრძალული. იქ ამჯერად იმყოფებიან ეპიცენტრის ზონაში გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ხდება სიღრმისეული შესწავლა როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების და როგორც კი ისინი დაბრუნდებიან, შექმნილი არის სოფელ ყურსებში შტაბი, სადაც ჩართული არის სახელმწიფო ყველა სტრუქტურა, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ სამოქმედო გეგმა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გეოლოგების 3 ჯგუფი უკვე მუშაობს ადგილზე, რათა შეფასდეს მეწყრული პროცესების მასშტაბი და შესაძლო საფრთხეები. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ცნობით ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2024 წელს დათვალიერებული და ვიზუალურად შეფასებული იქნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის 38 დასახლებული პუნქტი, მათ შორის სოფელი ყურსებიც. როგორც ბიულეტენშია აღნიშნული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური პროცესებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მეწყერი, ხოლო იშვიათად ქვათაცვენები. 428 მომხრე 37 წინააღმდეგი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რომელიც მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას. დებატების დროს ევროპარლამენტარების ნაწილმა ქართული ოცნება გააკრიტიკა, საუბარი იყო პატიმრებზე, მედიის თავისუფლებაზე და ევროპულ კურსზე. ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მსგავსი პოლიტიკით საქართველოს არ გააჩნია ევროკავშირში გაწევრიანების რეალური გზა. ნაწილის აზრით კი საქართველოს სუვერენული სახელმწიფოა ლეგიტიმური მთავრობით და ევროპარლამენტმა კრიტიკის ნაცვლად დიალოგი უნდა აირჩიოს. არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო დაკარგულია. ეს სიმართლე არ არის. თავს ქართველი ხალხი თავის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის. თუმცა საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული. საქართველო და ქართველებო, თქვენ არ დაკარგულ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის. ამას ადასტურებს წერილი, რომელიც გუშინ მივიღე ელენე ხოშტარიასგან. ძვირფასო რასა, პატივისცემით ვერ განწყობილი, რომ ჩემი სახელი საქართველოს დღის წესრიგშია. რა თქმა უნდა, ეს ჩემზე კი არა, არამედ ქართველ ხალხზეა, რომელმაც რუსეთთან ბრძოლაში წარმოუდგენელი გამძლეობა გამოიჩინა. ეს არ არის ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არის ღირსებისა და ევროპული არჩევანის დაცვისთვის ბრძოლა. მინდა იცოდეთ, რომ მზად ვარ დავრჩე პატიმრობაში, რა დროც საჭირო იქნება. ჩემი პირადი პატიმრობა არ მაწუხებს. მთავარია საკმარისი ყურადღება მივმართოთ სტრატეგიულ გამოწვევებზე, რომლებსაც ევროპა საქართველოში აწყდება. თქვენ ამას წარმატებით აკეთებთ. ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა ჩვენი გამოყენება სურდეს გამოსასყიდად, მძევლებად. ეს არ უნდა მოხდეს. მე პირად თავისუფლებას არ ვეძებ. ვეძებ თავისუფლებას ქართული ხალხის ვინაიდან ქართველი ხალხი ბრძოლისკენაა მიმართული. ჩვენც პოლიტიკური პატიმრები ბრძოლისკენ ვართ მიმართული და ვინაიდან თქვენც, ჩემი მეგობრებიც ბრძოლისკენ ხართ მიმართული, დარწმუნებული ვარ გამიმარჯვებთ. არ მგონია დღეს აქ სხდომაზე მოსმენილი გამოსვლების შინაარსი საქართველოს ეხმარებოდეს პირიქით. 2008 წელს, როდესაც საქართველოს რუსეთი თავს დაესხა, არა მხოლოდ ეს პლენარული სხდომა, არამედ მსოფლიოს ბევრი სხვა პარლამენტი გზავნიდა რეზოლუციებს და სხვა არაფერს. საბოლოოდ ქართველი ხალხი გახდა ის, ვინც ფასს იხდიდა იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომ ქვეყანამ დასავლური გზა აირჩია. 2019 წლიდან ჩემი წევრობის მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოს განვიხილავთ, უბრალოდ ვაკრიტიკებთ მათ. ვაკრიტიკებთ, რადგან ქართულმა ხალხმა გარკვეული მთავრობა აირჩია. ვაკრიტიკებთ, რადგან ამა თუ იმ გზას ადგას. მაგრამ სად იყავით 2008 წელს, როდესაც საქართველოს თავს დაესხნენ? რა გავაკეთეთ 2008 წლიდან რუსეთთან მიმართებით განცხადებებისა და რეზოლუციების მიღმა? თქვენ ამბობთ, რომ ადამიანები საქართველოში ამჟამად დაკავებულნი არიან. შესაძლოა ეს სიმართლე იყოს, მაგრამ ჩვენ თუ მთავრობასთან არ წარმართავთ დიალოგს, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამ ადამიანების დახმარებას? მოგიწოდებთ არ შევწყვიტოთ მათთან საუბარი, არამედ კვლავ ჩავერთოთ ყველა პოტენციური პრობლემის მოსაგვარებლად.
ქართველმა ხალხმა 10 წლეულების წინ ნაცვლად განაცხადა, სჯერათ თავისუფალი დემოკრატიული საქართველოსი, რომელიც ევროპული ღირებულებებითაა გამტკიცებული. თუმცა ქართული ოცნების ერთპარტიულ მმართველობას პუტინის სახელმძღვანელოთი ქვეყანას საპირისპირო მიმართულებით მიჰყავს. ჩვენ ხედავთ განმეორებით თავდასხმებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჟურნალისტების გაჩუმებას და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვას, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიისთვის არსებითია. ელენე ხოშტარია, ზია ამაღლობელი და სხვა პროევროპული ხმები ამჟამინდელი რეჟიმის მსხვერპლნი არიან. მათ წლობით პატიმრობას უსჯია მხოლოდ იმის გამო, რომ ხმა ამოიღეს. როგორც ქართველი ხალხის მეგობრები, ჩვენ არ შეგვიძლია უმოქმედოდ ვიდგეთ, სანამ ფუნდამენტური თავისუფლებები ირღვევა. მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, საჭიროა მიზნობრივი სანქციები ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ, პოლიტიკურ საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და ქართველებზე მისი დამანგრეველი როლის გამო. კვლავ საქართველოზე ვსაუბრობთ, რატომ? იმიტომ რომ განსხვავებულია. ის ქრისტიანულ ღირებულებებს განასახიერებს, სუვერენული იდეოლოგიის დამცველია და საგარეო პოლიტიკაში პრაგმატულ მიდგომას იჩენს. მათ არ სურთ კიევად გადაიქცნენ და ეს მათი უფლებაა. ის სუვერენული სახელმწიფოა, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მათ გაკვეთილები ვასწავლოთ. ჩვენ პროტესტებს ვიწვევთ მთავრობის წინააღმდეგ. ამას ვაკეთებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. 3000 არასამთავრობო 4 მილიონი მოსახლეობისთვის ეს მსოფლიოში უპრეცედენტოა. ახლა სამთავრობო შენობებს ესხმიან თავს და ამავდროულად თავისუფლებებს ითხოვენ. ეს მიუღებელია. შევხედოთ ფაქტებს. 8%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. მმართველობის ინდექსის გარდა ისინი ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე უკეთეს მაჩვენებლებს ავლენენ და ეკონომიკის კუთხით ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში პირველ ადგილზე არიან. ამ მხრივ გაკვეთილების სწავლება არ სჭირდებათ. მათ რეჟიმის ცვლილება არ სჭირდებათ. მათ სჭირდებათ პატივისცემა, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა. ამ პარლამენტის პრეზიდიუმი განაგრძობს საქართველოზე ყურადღების გამახვილებას აღშფოთებული სიტყვებით, პოლიტიკური ზეწოლით, ფინანსური მუქარებით ბრიუსელიდან ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ამჯერად პარტია ქართულ ოცნებაზე შეტევით. ეს აშკარა მანიპულაცია, რადგან შეუძლებელია დაარღვიო პოლიტიკური მოძრაობის სანდოობა, რომელსაც 2024 წელს მოსახლეობის 50%-ზე მეტის მხარდაჭერა ჰქონდა არჩევნებში და პარლამენტში მყარი უმრავლესობა აქვს. მათ პოლიტიკური ლეგიტიმაცია აქვთ, რომელიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანას აკლია. ეს სამარცხვინო ნეოკოლონიური მეთოდები უნდა შეწყდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ლეგიტიმური სამართლებრივი პროცესებით მანიპულაციას, როგორც ეს ხდება ქალბატონი ხოშტარიას შემთხვევაში. ქართველი მოსამართლეები არ უნდა იღებდნენ ინსტრუქციებს ბრიუსელიდან. 2024 წლიდან თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რათა ძირი გამოუთხაროთ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის მქონე ქვეყანას. შეფასებების თემაა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატები. აბსოლუტური უმრავლესობა არის ერთ პოზიციაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამყარებს ამ ქვეყანაში დიქტატურას და პოლიტიკური პატრონების გათავისუფლება არის აუცილებელი წინაპირობა. მან შორის მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკოსებისაც, რაც შეეხება მცირე ჯგუფს, ეს მცირე ჯგუფი მუდმივად იყო ევროპარლამენტში, რომლებიც იკავებდნენ, ასე ვთქვათ, ამ ხოცურ პროპაგანდისტულ პოზიციებს, რაც ძალიან სამწუხარო გახლავთ, თუმცა ასეთი ადამიანებს არიან ევროპარლამენტში, თუმცა მათი წვლილი არის ძალიან მცირე, ამიტომაც თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციებზე ამ ხალხს გავლენა ვერ აქვთ ხოლმე. ევროპარლამენტის დებატები არის კიდევ ერთი ძალიან კარგი დასტური იმისა, რომ აზრი საქართველოს ავტოკრატიულ რეჟიმთან დაკავშირებით სულ უფრო ყარდება და ცემენტდება ევროკავშირში, აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ რეჟიმს ყავს პოლიტპატიმრები, ეს რეჟიმი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბლოკავს ქართველი ხალხის გზას ევროპული კავშირისკენ, შესაბამისად მეტი სიმდიდრისკენ, მეტი უსაფრთხოებისკენ, მეტი მშვიდობისკენ მიმავალ გზას. მოსაზრებები განსხვავებულია, ამაში გასაკვირი არაფერია. ევროპა იმის ევროპაა და დემოკრატია იმის დემოკრატია, რომ ყველა ერთ აზრზე არ იქნება და ვერ იქნება. პოლიტპატიმრებს რაც შეეხება, თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ჩვენს პირველივე დღიდან ვაყენებთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, მაგრამ სააკაშვილს თუ მეკითხებით, ესეც იცით, რომ ჩვენ არასდროს გითხოვს, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმრი. პოლიტპატიმრები არიან სინდისის პატიმრები, ვინც სრულიად უკანონოდ იხდიან სასჯელს და რა თქმა უნდა ეს ხალხი, ეს ახალგაზრდები უნდა გათავისუფლდეს. სრული იგნორირება კიდევ ერთხელ ყველანაირი სახელმწიფოსის, სახელმწიფო სუვერენიტეტის, ხალხის არჩევანის, არჩევნების, პარლამენტის ყველაფრის, რისგანაც შედგება სახელმწიფო. და მოწოდა მხარდაჭერა, წახალისება იმ ადამიანების, უკვე მე რამდენად, იმ ადამიანების, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს ებრძვიან პირდაპირ, თავად აღიარებენ, რომ არიან დიახაც დამნაშავეები ამა თუ იმ საქმეებში და ცდილობენ ელენე ხოშტარიასგან, ადამიანისგან, რომელიც რუსეთისგან იღებს ფინანსებას გამოძერწონ რაღაც წამებული ჟანა დარკი. შინაარსსაც და ესთეტიკითაც იყო
გამეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. სხვა ამას ჩვენ ვერაფერს ვერ დავარქმევთ. ეს არის ფაქტობრივად ხდება დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი. მათ შორის გვარებსაც რო უყურებთ ხომ საბჭოთა ბანაკის წარმომადგენლები, საბჭოთა ნომენკლატურის წევრები, ქალბატონი იუკრევიჩიანი, რომელიც ამავე დროს ქართულების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა, შეგახსენებთ, რომ იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორც არის ინფექცია, ხალხის ბრალია, ეს არის ჩვეულებრივი ფაშისტური ტერმინოლოგია. ეს არის რა თქმა უნდა სამარცხვინო, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და როდესაც მოძალადეს გაგმირებას ცდილობენ. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარი არის ის ადამიანი, რომელიც თავად აღიარებდა, რომ ის არის, ვინც არამხოლოდ აღიარებდა, მის ოფისში აღმოჩნდა მოლოტოვის კოქტეილები, მაშხალები და სხვა საშუალებები ძალადობის, მან აღიარა, რომ კი ისყიდულობს ამ მაშხალებს, ისარიგებს ამ მაშხალებს, რომელთაც წვავდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას, წვავდნენ პოლიციელებს და დამიზნებით ესვავდნენ პოლიციელებს და ამ მოძალადეს უძღვნიან დღეს რეზოლუციას. ეს აჩვენებს საერთოდ, რომ ამ თავყრილობას დაკარგული აქვს საერთოდ ღირებულებითი ხაზი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველება თბილისში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის შრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ნივთმტკიცება დამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს. გაძევებული არიან ინდოეთის, თურქეთის, უზბეკეთის, კენიის, პაკისტანის, ჩინეთის, ბელორუსის და ყაზახეთის მოქალაქეები. ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.